ეს შეანაცვლებს აი იმ ყვითელ ჯართებს, ესე ჯართი ჩანს, მაგრამ ნუ იმ ჯარს ჯობს როგორც ჩანს. აუ, რა საკაიფო დადი. ავტომობილი მოწოდებულია Carfest-ის მიერ. შეგიძლიათ ეს კონკრეტული მოდელი შეიძინოთ. მანქანის ლინკს ნახავთ კომენტარებში და ვიდეოს აღწერაში. ასევე ძალიან გთხოვთ რომ არხი გამოიწეროთ, სულ 2 წამის საქმეა და რაც უფრო მეტი გამომწერი გვეყოლება, მით უფრო საინტერესო მანქანების გადაღებას შევძლებთ და დავიწყოთ ვიზუალი. შეამჩნევთ რომ ჩვეულებრივი C-კლასისაგან უფრო განსხვავდება, ეს არის 2013 წლის, ანუ ერთ-ერთი ყველაზე ბოლო C-კლასი ამ თაობის, ამიტომაც რა თქმა უნდა რესტაილინგია და ამასთან ერთად ბამპერიც უფრო სპორტულია, გვაქვს ულამაზესი 17-იანი დისკები, რომელიც ჩემი აზრით ძალიან უხდება და მთლიანობაში მანქანის ზომა არის კარგი. რა არ მომწონს? აი ცხვირი ცოტა უფრო დაბლა ვიდრე უკან ნაწილი და ეს ტრაკი არის აწეული ზემოთ. ეს არ მომწონს, მე რატომღაც მირჩევნია რომ უფრო სწორად იყოს განლაგებული, მაგრამ მთლიანობაში ცხვირი მანქანის ფრონტალური მხარე არის ჩემი აზრით ძალიან სოლიდური, ლამაზი და აი არაფერი არ დაიწუნება წინიდან. უკნიდან არ მომწონს. ვფიქრობ რომ გამოიყურება უცნაურად აი ეს ბამპერი ზედმეტად არის გამოწეული, მგონია რომ აი რაღაც ყბა აქვს მანქანა ზემი და წინ გამოწეული, ეს ფარებიც უცნაურია და თითქოს აი ვერ დაასრულეს მანქანის უკანა მხარე. გვერდიდან და წინიდან მომწონს როგორც გამოიყურება, უკნიდან არა. პირველი რასაც მანქანის ინტერიერში შეამჩნევთ, ეს არის მართლაც რომ ულამაზესი საჭე. სამქიმიანი, ძალიან ხარისხიანი, აი ხედავთ, ეს არის თორშტები AMG საჭე. ძალიან კარგად გამოიყურება, ძალიან სპორტულია, ხელში კარგად ჯდება, ზომაც იდეალურია, ქვემოთ არის ბრტყელი ნაწილი, ეს კიდევ უფრო განსხვავებული და მდიდრულია, ასევე გარკვეული უპირატესობებიც აქვს და ამასთან ერთად თლიანი სალონი ვფიქრობ აი ამ საჭეზე არის მორგებული, ანუ ყველაფერი ერთმანეთთან არის ძალიან კარგად შერწყმული. აი ეს საჭე ძალიან საკაიფოდ გადადის აი ამ ინტერიერის ნაწილებში. ამაზე ვფიქრობდი რომ რაღაც იაფასიანი პლასტმასი ხომ არ არის თქო, მაგრამ ძალიან ხარისხიანია ინტერიერის და თითქმის ყველა ნაწილი. ნუ ეს არის შედარებით უფრო იაფასიანი, მაგრამ სხვა მხრივ გრძნობ რომ შენ ხარ მართლაც რომ Mercedes-ში. რა თქმა უნდა ეს არ არის S-კლასი ან E-კლასი, მაგრამ თლიანობაში თითქმის რასაც არ უნდა შეეხოთ, ყველაფერი არის საკმაოდ ხარისხიანი, საჭე არის მართლაც რომ ფანტასტიკური, ხოლო სხვა ნაწილებიც ძალიან კარგი და ლამაზია. ზოგადად ჩემს ვიდეოებს თუ ხშირად უყურებთ, გეცოდინებათ რომ მე მიყვარს მანქანაში ბევრი ხე, მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობ აი ეს ვერცხლისფერი ნაწილები ძალიან უხდება. მონაცემთა დაფაც ასევე ვერცხლისფერია და ვფიქრობ აი ვიზუალური თვალსაზრისით ეს ინტერიერი არის ძალიან საინტერესო, თავისი ხასიათი აქვს და აი ეს საჭის ამ ულამაზესი მონაცემთა დაფის და მთლიანად სალონის შერწყმა არის მართლაც რომ ძალიან მაღალი ხარისხის. წინა სავარძელი არის ჩემზე მორგებული და შეგიძლიათ ნახოთ რომ ფეხებისთვის არც თუ ისე დიდი ადგილი მაქვს. თავისთვის საკაიფო და ადგილი, მაგრამ ფეხები ცოტა მიდებული მაქვს სავარძელზე, რაც რა თქმა უნდა იდეალური არ არის. ანუ თქვენ თუ 1.80 უფრო მაღალი ხართ, უკან დიდად კომფორტულად ვერ დაჯდებით. ხოლო თუ 1.80 დაბალი ხართ, ძალიან შვენიერი ადგილია უკან, არავითარი პრობლემა არ შეგექნებათ. 1.8 ტურბო ძრავი M271. როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი სივრცეა კაპოტში, რადგანაც ამ მოდელში 6 ცილინდრიანი და 8 ცილინდრიანი ძრავებიც ეტევა, ამიტომაც 4 ცილინდრიანი ძრავი რა თქმა უნდა ძალიან უპრობლემოდ მოთავს და გვაქვს 200 ცხენისძალა და 310 ნიუტონმეტრი. ეს არის ძალიან კარგი რიცხვები 1.8 ტურბო ძრავიდან. ნამდვილად მისაღებია და ნახავთ რა თქმა უნდა მართვისას რამდენად კარგად. დამძლეობას რაც შეეხება ნორმალურია, ამ თვალსაზრისით დიდად არ გამოირჩევა. დავიწყეთ უკვე Mercedes C-კლასით გადაადგილება და პირველი შთაბეჭდილება ეს არის ძალიან კარგი ხმის იზოლაცია. გარედან საერთოდ არ შემოდის ხმა შემაწუხებლად, ძალიან ჩუმია შიგნით ყველაფერი და მანქანის მართვაც ასევე საკმაოდ მარტივია ზომიდან გამომდინარე. ხილვადობა ნორმალურია, იდეალური შეიძლება არ იყოს, მაგრამ ნამდვილად ნორმალურია. მანქანის კომფორტს რაც შეეხება არ არის ძალიან რბილი და შეიძლება გაგიკვირდეთ. ნუ რბილია, მაგრამ თქვათ E-კლასისავით რბილი შეიძლება არ იყოს. შეიძლება ამ კონკრეტულ მოდელს ჰქონდეს შედარებით განსხვავებული დაკიდების სისტემა, იმიტომ რომ ცოტა უფრო კარგად დგას და მომწონს, ანუ შეიძლება ცოტა სპორტული დაკიდების სისტემა ჰქონდეს. ეხლა რა არ მომწონს? გადაცემთა კოლოფი გვაქვს 7 სიჩქარიანი თუ არ ვწდები და გვაქვს ორი რეჟიმი, ეკონომი და ესი. ესი არის სპორტი.
ეკონომიურ რეჟიმში ხო მანქანის სიჩქარეები ძალიან უცნაურად გადადის. აი ხა მაგათ ფეხი მივაჭირე და საკმაოდ დიდი ხანი უნდება. ამდენი ხანი არ უნდა უნდებოდეს 2013 წლის Mercedes-ში. ეხლა ეს დავაჭიროთ. აი მაინც დიდი ხანი სჭირდება იმისათვის რომ მანქანამ სიჩქარე დააგდოს. ანუ შეიძლება ბევრი სიჩქარე რო აქვს იბნევა და ვერ ხვდება რა უნდა ქნას. ანუ გადაცემთა კოლოფი საკმაოდ ნელია, მაგრამ უკვე შემიძლია გითხრათ რომ მანევრი აქვს ამ მანქანას კარგი. ნამდვილად კარგი მანევრი აქვს, აი პირველივე მოსახვევში ვიგრძენი, ასევე მუხრუჭები ძალიან კარგად მუშაობს. ნუ იმიტომ რომ უკანა წამყვანია ჩემთვის უფრო სასიამოვნო ამ მანქანის მართვა. ძალიან დიდი ხანი სჭირდება გადაცემთა კოლოფს რომ მიხვდეს სიჩქარე გადართოს ან დააგდოს, ეს არ მომეწონა. ანუ უფრო სწრაფ გადაცემთა კოლოფს ველოდი. შედარებით უფრო ბიუჯეტურ მანქანებში მაქვს ნანახი უფრო სწრაფი სიჩქარის გადართვები. ამით ნამდვილად არ აღფრთოვანდი. რითიც ვარ აღფრთოვანებული, ეს არის ძრავის სიმძლავრე. ბოლომდე მივაჭირე. აი 1.8 ტურბო ასეთი მძლავრი იყოს, ხო, შოკში ვარ. ძალიან დიდი თორქი გვაქვს, უკან ბაიკერი მოყვება. ძალიან კარგი თორქია, აი ესე 2000-დან უკვე იგრძნობა რომ მანქანას აქვს მართლაც რომ იდეალური თორქი. მანევრით ვარ ძალიან მოხიბლული. ძალიან კარგი მანევრი აქვს ჩემი აზრით. მანქანა საკმაოდ მძიმეა, 1550 კილო და იმის გათვალისწინებით რომ 4 ცილინდრიანი ძრავი გვაქვს, ვიფიქრე უფრო მსუბუქი იქნებოდა, იმიტომ რომ 4-ვე წამყვანი არ არის და რატომ უნდა იყოს ამ ხელაწონა. ანუ ვისურვებდი რომ დაახლოებით 100 კილოთი მაინც უფრო მსუბუქი იყოს. ნუ კაი, თუ 100 არა 70 კილოთი. ანუ ზედმეტად მძიმე მგონია. ნუ ბაიკერს რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ვაჯობებთ ვერანაირად სწორ გზაზე, მაგრამ შეგვიძლია მოსახვევებში ცოტა საწვავი უკვე ჩავასხი, მაგრამ უკვე მეუბნება რომ მეტია საჭირო. ძალიან კარგი მანევრი აქვს, კარგად გას, ხვდები რა უნდა. მანქანის საჭეც ძალიან მომწონს, არ არის არ ზედმეტად მძიმე, არ ზედმეტად მსუბუქი. შეგრძნება აქვს საჭეს მართლაც რომ იდეალური და არა აი თორქით ვარ მართლაც რომ შოკირებული. ძალიან კარგად გას. მოხრუჭები კარგია, მაგრამ უკეთეს შეიძლებოდა. აი აქ უკვე თვითონ ჭკვიანი traction control-ის სისტემები ერევიან და თორქი ჩემია. მე მყავს 3 და 2 Mercedes-ი. იმაზე უფრო კარგად იწევს, წარმოიდგინეთ. ნუ რა თქმა უნდა ის რომ სუბუქია, უფრო ახალი თაობის ძრავია. ბაიკერი ნახეთ. უკვე მორჩა. საწვავის მოხმარებას რაც შეეხება დაახლოებით 9 ლიტრი ალბათ ეს ნუ ეკონომიური რეჟიმით თუ ივლით, ჩვენ როგორც მოძრაობთ, რა თქმა უნდა ასე ბევრს დაწვავს და არ ელოდოთ რომ ასეთი მოძრაობით დაგიწვავთ 10 litrს. არის მოდი ახლა გადავრთავ მე ისე ეკონომიურ რეჟიმში და ცოტა ხანი გავიკატავთ. რაც ცოტა არ მომწონს ეს არის სავარძლები. ველოდი რომ იქნებოდა ძალიან კომფორტული Mercedes როგორ შეეფერება ეგეთი ტიპის სავარძლები, მაგრამ გვაქვს ცოტა უფრო მოსპორტულო სავარძელი და ჩემი აზრით ცოტა იაფასიანათაც კი გამოიყურება. რაღაც უფრო საინტერესოს ველოდი Mercedes-ში ასეთი სავარძელი ნამდვილად არ მეგონა თუ დამხვდებოდა. ცუდი არ არის, მაგრამ ზედმეტად უხეში მგონია და თან რომ გითხრათ რომ ძალიან სპორტულია თქო, არ არის. ანუ ჯდარ ვარ ისეთ სავარძელში რომელიც უფრო სპორტულიც იყო და უფრო კომფორტულიც. ანუ აქ რაღაც კომფორტი დათმეს. სავარძელი ზედმეტად უხეშია ჩემი აზრით, ანუ დაждები და გონია რომ რბილი საერთოდ არ არის. და თან სპორტულობა მაინც არ აქვს, ხო ეხლა. რო შეხედავთ, შეატყობთ რომ დიდად სპორტული სავარძელი არ არის. ხმა შემოდის საკმაოდ არასასიამოვნო 4 ცილინდრიანი ძრავის ხმა, ამით ნამდვილად ვერ აღფრთოვანდებით. ეს არის Audi A4-ის და BMW E90-ის კონკურენტი. ეს მანქანები ვფიქრობ უკეთ გამოიყურებიან ვიდრე ეს მოდელი. ამ მანქანის დიზაინი ძალიან კარგია წინიდან, გვერდიდან ვფიქრობ საკმაოდ მისაღებია, მაგრამ უკნიდან ჩემთვის არის მიუღებელი. არ მომწონს როგორ გამოიყურება. თითქოს დაუსრულებელი დიზაინია უკნიდან თუ შეხედავთ ამ მოდელს. მაგრამ ინტერიერი ვფიქრობ მართლაც რომ ძალიან მაღალი დონისაა. თუ შეიძენთ C-კლასს, გირჩევთ რომ ასეთი საჭით შეიძენოთ, იმიტომ რომ კარგი საჭე მანქანაში ძალიან ბევრს ცვლის, იმიტომ ყველაზე ხშირად ეხებით საჭეს, ხო, ანუ მუდმივად გაქვთ ხელი მოკიდებული. ამიტომაც ვფიქრობ საჭის ხარისხი არის მართლაც რომ უმნიშვნელოვანესი
მანქანაში. მონაცემთა დაფის ყურება ძალიან სიამოვნებს, აი ეს ისრები თითქოს მიცურავენ. C კლასი რომ დადის ასე კარგად, არ ველოდი. თან ეს ხო არ არის AMG მოდელი, ეს არის ჩვეულებრივი 4 ცილინდრიანი მოდელი. კარგი ბალანსი აქვს, ხვდები მანქანა რას აკეთებს, მოსახვეებში არ ქანაობს, ძალიან სტაბილურად დგას. აჩქარება შესანიშნავი ეძრავი არის მართლაც რომ უმაგრესი გადავერთოთ ისევ სპორტში, თორქი აქვს ძალიან დიდი რაოდენობის და არ ველოდი ამ ხელა თორქს 1 და 8 ძრავისაგან, საჭეს მცირე მოხვევაზეც კარგად რეაგირებს, უკანა წამყვანი როა ჩემი გული გაახარა, იმიტომ რომ მე არჩევნის წინაშე რო ვიყო თითქმის ყოველთვის უკანა წამყვანს ავირჩევ. გაზის პედალი იცით როგორია, აი უნდა მიაჭირო ფეხი საკაიფოდ. გაზის პედალზე ფეხი რომ მიდევს, გრძნობ ხარისხს. აი წარმოიდგინეთ. ამ ძრავმა ჩაანაცვლა ადრე იყო C250 თუ არ ვწდები 6 ცილინდრიანი ძრავით და უკვე ჩვენ ისეთ პერიოდში ვართ 2010 წლებში უკვე დაიწყო მანქანების გატურბინება და ცილინდრების შემცირება, რამაც ავტომოყვარულებში საკმაოდ დიდი ნეგატივი გამოიწვია. დიახ, 4 ცილინდრიანი ტურბინა ძრავები ძალიან სწრაფებია, ხშირ შემთხვევაში უფრო სწრაფიც ვიდრე 6 ცილინდრიანი ატმოსფერული. მაგრამ ამათ არ აქვს ის გამძლეობა, ვთქვათ, რაც 6 ცილინდრიან ატმოსფერულ ძრავებს და ამასთან ერთად ხმა აქვს საკმაოდ ცუდი. როდესაც 6 ცილინდრიანი ძრავი შეიძლება ძალიან კარგი ხმით გამოირჩეოდეს. მაგრამ მე მომწონს 4 ცილინდრიანი ტურბო ძრავები. პირველ ყოვლისა ისინი უფრო მსუბუქები არიან, ამიტომაც მანქანას აძლევს უკეთეს ბალანსს. შესაძლებელია წონის გადანაწილება იყოს 50-50-დან ახლოს. ასევე უფრო მსუბუქია. ანუ საკმაოდ დიდი პლუსები აქვს 4 ცილინდრიან ძრავებს. საწოვის მოხმარებაც რა თქმა უნდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. შემიძლია შევადაროთ წინა მანქანას, რომელიც ამ გზაზე გადავიღე, ეს იყო Ford Fusion-ი და ის მანქანა ნამდვილად კარგი იყო, წინა წამყვანი, საკმაოდ დიდი სედანისათვის, მაგრამ ეს არის სულ სხვა დონეზე, ანუ შედარებაც კი არ შეიძლება. ის ბევრად უკეთ დადის, უფრო შეკრულია მოსახვევში, ბევრად თავდაჯერებულად შედის. აი ხა აქაც შემიძლია გას მივცე და არ მეშინია, იმიტომ რომ ნახეთ, აი საკაიფოდ გამოვიდა მოსახვევიდან. ძრავი ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ აი თითქოს არაფერი და უცებ მე მიგაკრავთ სკამზე, რაც მე დიდად არ მიყვარს. გაცემთა კოლოფიც დიდი ვერაფერი, მაგრამ სიჩქარეებს თავს ძალიან რბილად. სწრაფად ვერ თავს დიდად, მაგრამ რბილად რთავს. ამ მანქანასთან ყველაზე ახლოს მე მყავს გადაღებული. აუ, რა საკაიფო ის აქვს თორკი. თან აი თორკი სულ მიდის და მიდის, არ ჩერდება. ამ მანქანასთან ყველაზე ახლოს რაც გადავიღე, ეს იყო Infiniti Q50 ალბათ. ისიც კომპაქტური წარმომადგენლობითი კლასის ავტომობილი იყო და სხვათა შორის მართვით გვანან ერთმანეთს, ანუ როგორც მახსოვს, ისიც დაახლოებით ასე დადიოდა. უბრალოდ ის იყო 6 ცილინდრიანი ძრავი პლუს ელექტრომოტორი, ამიტომაც ის ბევრად სწრაფი იყო. ამასთან ერთად შედარებაც არ შეიძლება, მაგრამ მანევრის თვალსაზრისით საკმაოდ ახლოს არიან. ინტერიერი მე ამის უფრო მომწონს, მაგრამ სპორტლობის ხრივ ის სულ სხვა დონეზე იყო, სულ სხვა დონეზე. აი ახალი მარშრუტკებს სულ ახლახან დაამატეს. ეს შეანაცვლებს აი მყვითელ ჯართებს, ესეც ჯართი ჩანს, მაგრამ იმ ჯარს ჯობს როგორც ჩანს. აუ, რა საკაიფოდ დადის, ძალიან მომწონს. არ მეგონა ეს მანქანა ასე კარგად თუილი და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამას აქვს სპორტული დაკიდების სისტემა. ძალიან ეჭვმეპარება, რომ ჩვეულებრივი ქარხნული დაკიდების სისტემით ასე კარგად დადიოდეს. კარგი, აღარ შეგაწყენთ მეგობრებო დიდად თავს, მე ამ მანქანით ძალიან კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ, ღირს ეს ფასი, მანევრით განმაცვიფრა, ამ კონკრეტულ მოდელს შეიძლება სპორტული დაკიდების სისტემა აქვს და მაგიტომ დადის ასე და თუ არ აქვს კიდე და ასე დადის ყველა C კლასი 2013 წლის და მაშინ საღოლ ძმაო მანქანა ძალიან კარგი მანევრისაა, ხვდები რას აპირებს, ლიმიტსაც კარგად ცნობ, აღფრთოვანებული ვარ. ქალაქში რბილი, მარტივი სამართავია, საჭის წონაც კარგია, ცოტა ხელოვნურია, მაგრამ მაინც საკაიფოა. მთლიანობაში მე ამ მანქანას ვაფასებ ძალიან პოზიტიურად.
Mercedes-ია, შეუძლია ეს მანქანა ყველა მართოს, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ პროფესიას, თქვენს ასაკს, ახალგაზრდასაც გაუსწორდება ჩემი აზრით, შედარებით ასაკოვან ადამიანსაც, იმიტომ რომ მორგებულია ბევრი ადამიანის ცხოვრების სტილზე, სამუშაოზე, მოთხოვნებზე. ძალიან კმაყოფილი ვარ, ეს იყო დღეისათვის სულ, დაბა მაგრად.